საერთოდ ყველა მწერალს უნდა თავის საყვარელი სასმელი რა. ფოლკნერი სვავდა ბურბონს პიზნე, თქვენ პიტნა არ ქონდათ, მაგრამ უბრალოდ ბურბონიც წავა, ამ შემთხვევაში წავა. მერე ეს იყო ჯეკ კერუაკი სვავდა, ძალიან ბევრს სვავდა, მაგრამ ევასებოდა განსაკუთრებით ევასებოდა მარგარიტა. როგორ თქვა, მეო ვინოსაც ვსვავდა, მეო კათოლიკე ვარო და ჩემთვისო თავის მოკლა არ შეიძლება, მაგრამ თავისუფლად შემიძლია ჩავიხშო თავი სასმელშია. მერე ფლემინგი იყო ევასებოდა ვოდკას მარწინე ჯეიმს ბონდივით. არაყი მარტინისთან ერთად. კაი სასმელია ეგეც. ჰემინგუეი კაილოთი იყო. მაგრამ სვავდა მარგარიტას. ჰემინგუეისი დავლიეთ. ეხა რადგან ტრუმან კაპოტეს ჯერი. ტრუმან კაპოტე იყო მაგარი კაცი. ყველაზე კაი კოქტეილი იყო მაგის საყვარელი კოქტეილი. ერქვა სკრუდრაივერ ატვიორკა. და ეგეთი რამე დაწერა. რა ჩემ პროფესიაო ელობას გულისხმობს რა. არიო გზა დალევიდან დალევამდე რა. კაი ბიჭია. მე რემბო 21 წლისა რო იყო მგონი უკვე ლექსებს აღარ წერდა. თავარი რაც დაწერა თინეიჯერმა დაწერა. აბსენტი უყვარდა რემბოს. ვერა კიდე ვისი არ თქვით. ღვინის დავიწყება შეიძლება, ღვინის ქვეყანაში. ბოდლერი და ომარ ხაიამი. ბოდლერი ორივეს უყვარდა განსაკუთრებით ღვინა. ომარ ხაიამი ვაფშე ქართული არ არის ვაფშე, მაგრამ ვის აქვს? ომარ ხაიამი. მას შემდეგ რაც ზედამთვარე ცაზე კიდეა მარლი ღვინისა ამ ქვეყანაზე დიდია. ისინი ღვინოს გასაყიდად ვინც იმეტებენ. გამკვირვებია ვინოზე კარგს რა შეყიდია. ეგეთ რამე რო დაწერ. მე რო всё. სექს, დრაგს, როკ-ენ-როლ არა. ვინო დუდუკი ქალა. ყველა იცოდნენ. ამაცა წარმოიდგინე ეს რა ჩავთვალე ყველაფერი ხო დავლია. წარმოიდგინე ხა რამდენი გენიოსია ჩემში. ეხლა მე წავიდე. რაღაც დავწერე. წარმოიდგინე კერუაკი, ფოლკნერი, ჰემინგუეი, ფიჩერალდი, რემბო. ყველანი ჩემშია. ეხლა დავწერე რაღაცას და ეგ იქნება საუკუნის რომანი, საუკუნის პოემა. ან შეიძლება ლექსი და რომანი ერთად ხო იცი რა. რანაირი ეპოქა ეხლა ჟანრებს ვეღარ გაიგებ. თოლა მედოა. შეიძლება ყველა გენიოსი სვავდეს. არა ყველა ლოთი გენიოსი ვერ იქნება. და თუთაშ ხიასავით. აიგაც. წავა, მე მაინცავა. ჭიქავი მაქვს. Ha 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 ha!
მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ლიტერატურული უწონადობა, მე კი მისი ავტორი და წამყვანი შოთა გაგარინე გახლავართ. დღეს ვსაუბრობთ ღვინოზე და ალკოჰოლზე და ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო სტუმართან, მწერალთან, ლიტერატურათმცოდნესთან და მეღვინესთანაც, ხო? მეღვინეს ღვინის კლუბის დამაარსებელ მალხას ხარბედიასთან. ჩვენ ძალიან საინტერესოა როგორც დაუკავშირდა შენში ეს ღვინო და ლიტერატურა. რამ გამოიწვია შენი დაინტერესება თუ ოდითგანვე მოგხსნეს ბავშვობიდან აქამდე ბავშვობის მოგონებებიც რა თქმა უნდა არის ახლა სოფელში ბავშვობიდან მქონდა შეხება თქვა იქ ბაბუაჩემის მარანში და ასე შემდეგ მაგრამ ნუ მე რაღაცა აუცილებლობა გაჩნდა იმის რომ ხედავდი რომ ძალიან ცოტა ვინმე წერდა ღვინოზე არა და საქართველოს ითვლება ღვინის აკუნად, ხო? ერთ-ერთ აკუნად ყოველ შემთხვევაში. ჩვენ მიგვაჩნია რომ ჩვენ ვართ პირველ რიგში ღვინის სამშობლო. და ღვინის სამშობლოში, როდესაც ღვინოზე, ანუ არ არსებობს ღვინის მწერლობა, ღვინის ჟურნალისტიკა, ეს ცოტა უცნაური იყო და რაღაცნაირად უფრო სერიოზულად ჩავერთე ამ საქმეში, სადღაც ერთი 6-7 წლის წინ მე შემდეგ 2006-ში უკვე გაზეთიც გამოვიდა პირველი აი ამ მიზღვნილი თლიანად ამისადმი ღვინის თემატიკისადმი მარანი და ნუ შემდეგ მოყვა საიტი ფორუმი საიტი და ღვინის კლუბი და ასე შემდეგ აი იმ წიგზეც რომ მოგვითხრა რომელზეც ახლა მუშაობ ხო ეს ამ წიგზე დიდი ხანია მუშაობ არ ვიცი საერთოდ როდის დამთავრდა 4 თავი ესე იგი 7 თავისგან შედგება 7 მაგარი სასმელი სოფლიო ლიტერატურაში, თქვათ, არაყი, ვისკი, ბრენდი, ან კონიაკი, ესე რომ ვთქვათ, აბსენტი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ლიტერატურულად დახუნძლული სასმელი, თუ შეიძლება ასე ითქვას. და ეს არის წიგნი არ მხოლოდ რაღაც ესეთი სასმელის, როგორც რაღაც რომანტიკულ ამაზე, არამედ პრობლემაზეც, რომელიც საუკუნეების მანძილზე იდგა ლიტერატურის და ლიტერატურის მსახურების წინაშე. ამ პრობლემას ლოთობა ქვია, ალკოჰოლიზმი და ამ ნაწილობრივ ამასაც შეეხება. თუმცა იქ ძალიან ბევრი ესეთი გასართობი თავიც არის და რაც ვთქვი, ინფორმაციული თავი. ახლა ჯერჯერობით 4 თავია დაწერილი და იმედია იმ დარჩენილ 3 თავსაც რაღაცნაირად მოაბავთავს. ხო, ახლა უშუალოდ ღვინოზე და ლიტერატურის ურთიერთკავშირზე რო ვისაუბროთ, ცოტა საერთოდ მიიჩნევა, რომ კომედია და ტრაგედია ძველბერძნული ეს დრამა დაიბადა დიონისეს ფესტივალებზე, ხო? ღვინის ღმერთის, ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ რომაელი უკვე ჰორაციუსი, რომელიც წერდა დაახლოებით ასეთ რაღაცას, რომ არც ერთი უკვდავების ღირსი ლექსი არ დაიწერება წყლის მსმელის მიერ. იყო კიდე ჩინური პოეზია, რომელიც დაუშვათ ანტიკურ ხანას რო შევეხოთ. ჩინური პოეზია პირდაპირ აიგივებს საკუთარ თავს ალკოჰოლთან, ხო, ლიბო შეგვიძლია გავიხსენოთ. რაღაცა პოეზიაც, სპარსული პოეზია ძალიან თითქმის აბსოლუტურად თუ არა თითქმის ყველა ავტორი ეხება ამ. ან შეგვიძლია ეს თამამად თქვათ, რომ აი დაუშვათ ღვინის გარეშე, ალკოჰოლის გარეშე ლიტერატურა არ იქნებოდა თუ დიონისემ თუ მე ცოტა სხვანაირად მინდა ვთქვა ეგა, რომ რაღაცნაირად ღვინო, ალკოჰოლი და ლიტერატურა სამუდამოდ დაუკავშირდა ერთმანეთს. ანუ ეს იმ თავითვე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, აი ეს თრობის საშუალება. როგორც ჩანს, იმიტომ რომ სულ პირველი ნაწარმოებებიც რო გავიხსენოთ, ლიტერატურის გარიჟაზე შექმნილი, იქაც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება ღვინოს, აი მაგალითად გილგამეში რო ავიღოთ, იქ ენქიდუს განკაცება, თუ შეიძლება ასე ითქვას, თქვათ, აი ქალთან დაწოლასთან ერთად არის დამოკიდებული კიდე თქვათ, აი ღვინოსთან ზიარებაზე, ხო? და ესეთი მომენტების გახსენება უსასრულოდ შეიძლება, ხა მაგალითად კაცმა შეიძლება მე თავის დროზე რომ მოვინდომე, რომ აი სტუდენტობის პერიოდში რომ დამეწყო კვლევა იმ ღვინოსთან დაკავშირებული თემატიკის, თქვათ ანტიკურ ლიტერატურაში, იმიტომ რომ ეს ჩემი სპეციალობა არის, კლასიკური ფილოლოგია. და იმ ხელა მასალას გადავაწყდი, რომ მე ალბათ შეუძლებელია ხა მაგას ერთი ადამიანის სიცოცხლე იყოს. რა თქმა უნდა,
შესაძლებელია რაღაცა გარკვეული კომპილაციური ან ისეთი ესეისტური ნაშრომის გაკეთება, მაგრამ სრული სურათის დახატვა ძალიან ძნელი არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი მასალაა, ზღვა მასალა არის, თითქმის ყველა ეპოქაში ანტიკურობის დაწყებული, არქაიკიდან დაწყებული, თქვათ ჰომეროსიდან, თქვათ მოყოლებული და ჰესიოდიდან მოყოლებული, დამთავრებული, რა ვიცი, ბიზანტიური ლიტერატურით. ძალიან ფართო ეს არის, მართლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამუდამოდ დაუკავშირდა ეს ორი მოვლენა თუ რა დავარქვა, არ ვიცი, ერთმანეთს საუკუნეების მანძილზე ლიტერატურა რაღაცნაირად ირეკლავს აი ამ პრობლემას, ხან როგორც ქების საგანს, ხან როგორც რაღაცა პრობლემას და ასე შემდეგ. მაგალითად მე 20 საუკუნის ლიტერატურას რო გადავალოთ თვალი, იქ განსე უფრო სერიოზულ სახეს იღებს ეს და ძალიან ბევრი ავტორი უკვე როგორც პრობლემაზე და ის ხანდახან ის რაღაც რომანტიკული ის იშლება კიდევ. ფრანგებს ჰქონდათ მაგალითად. კი ბატონო, ხო არის ძალიან ეგ მნიშვნელოვანი თემა, თქვა ჩვენ იმაზე შეგვიძლია, თქვა არჩევანიც გავაკეთოთ, რომელზე უფრო მნიშვნელოვანია საუბარი. ამ ალკოჰოლზე როგორც პრობლემაზე, ანუ ალკოჰოლიზმზე, თქვა ლოტობაზე, თუ მეორე მხრივ რაღაცა ის კულტურულ ღვინოზე როგორც რაღაც კულტურულ მოვლენაზე, რომელსაც უზარმაზარი გავლენა აქვს კაცობრიობის ისტორიაზე. თუმცა მეორე პირველ საკითხშიც ძალიან ბევრია ეს კულტურული შრეები. ყველა სასმელი თითქოს რაღაც კულტურულ ასოციაციას იწვევს, ხო? დაუშვათ რომი მეკობრეების სასმელი, ეს უხეშად რო იმას თქვა ჯინი, რაღაც მე-19 საუკუნის ინგლისის ჭირი, როგორც ცნობილ პოსტერში რო აღწერს უილიამ ჰოგარტი. ვიქტორიანული პერიოდის ლიტერატურის რაღაც სიმბოლო შეიძლება ითქვას. ხო, და საქართველოს ღვინის ქვეყანა, რას ამბობს ეს ქართულ საზოგადოებაზე? ქართულ საზოგადოებაზე ეს თანამედროვე გააჩნია რას ვიგულისხმებთ, ანუ თანამედროვე ქართულ საზოგადოება საკმაოდ ზერელედ აფასებს საერთოდ ღვინოს და ღვინის კულტურას, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ტრადიციები გვაქვს. იმიტომ რომ უკანასკნელმა 10 წლეულებმა ძალიან დაარღვია ეს კულტურა, იმიტომ აი ღვინის მასობრივმა ფალსიფიკაციებმა, გეგმიურმა ეკონომიკამ, თქვათ აი 70-იან წლებში, 60-იანებში რაღაცა ამ სრულმა დევალვაციამ, თქვათ ღვინის როგორც ღირებულების გაქრობამ, თუ შეიძლება ასე ვთქვა, ძალიან სულ შედეგებამდე მიგვიყვანა. და დღეს მივიღეთ ის, რომ ღვინის კულტურა მორღვეულია საქართველოში, ღვინის მოხმარების კულტურაც და ღვინის დაყენების კულტურაც, თქვათ აი კახეთში ეხლა იწყებს ხალხი თავიანთი წინაპრების ქვევრების გაცოცხლებას, თუ შეიძლება ასე ვთქვა, ძალიან ბევრი მათგანი მიწით არის ამოვსებული ეს ქვევრები. იმიტომ თავის დროზე რაღაც შეიქმნა ესეთი წარმოდგენა თითქოს აი ეს ქვევრები არ არის საჭირო, თქვა, ეს რაღაც ტრადიციული მეღვინეობა არ არის საჭირო და მთელი ერი, ასე ვთქვათ, ისევე როგორც დანარჩენი საბჭოთა კავშირი, სვამდა რაღაც ხშირ შემთხვევაში გაუგებარ სითხეს. ზოგჯერ თქვა შეიძლებოდა შედარებით ნორმალური სასმელიც და იქ რა თქმა უნდა იქნებოდა კარგი ღვინოებიც საბჭოთა პერიოდში და ძალიან ბევრი კარგი საქმეც გაკეთდა რაღაცეები, აი თითოეულა ისეთი საქმე, რომელმაც მაგალითად ამპელოგრაფია როგორც მეცნიერება, თქვა აი ვაზის შესწავლა სულ სხვა საფეხურზე ავიდა ზუსტად საბჭოთა პერიოდში 30-იან წლებიდან მოყოლებული 60-იანების ჩათვლით. აი შემდეგ უკვე ესეთი სიტუაცია იყო, მე ხა მეცნიერები არ მინდა ასე ვთქვა გავანაწყენო, უბრალოდ სიტუაცია შეიქმნა ზოგადად ისეთი, რომ ღვინო როგორც ღირებულება ძალიან დაქვეითდა. ღვინოზე როგორც ფასეულობაზე აღარ იყო საუბარი. ეს რაც შეეხება ხო რეალურ სიტუაციას. საერთოდ ღვინოზე სხვა სტერეოტიპია, ხო არისტოკრატების სასმელი და რაღაც, მაგრამ აი ჩვენთან ეს არ აირეკლება. ღვინო ჩვეულებრივი საქართველოში აბსოლუტურად ჩვეულებრივი კვების პროდუქტი არის ღვინო, მე-19 საუკუნის მაგალითად გლეხის მენიუ თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო, მის რაციონში ყოველთვის შედიოდა ღვინო, პური ღვინო, თქვათ, რავი, რაც ძირითადი თავარი შეიძლება განმეორებული იყო მხოლოდ პური და ღვინო. თქვა, ხორცი მაგალითად შეიძლება ძალიან იშვიათად ქონოდა ცუფრაზე, თქვა,
გლეხებს იყო ხოლმე თქვათ რაღაცა იქ მარცვლოვანი კულტურებისგან მოხარშული შეჭამანდები თქვათ რაღაცა აქეთ და რაც ყოველთვის იყო ეს იყო ღვინო და პური სხვათა შორის არყის კულტურა საკმაოდ დაბალი იყო საქართველოში ანუ იყო არაყი მაგრამ არ მოიხმარდნენ ისე როგორც დაუშვათ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული იმიტომ რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცა არც კულტურულ მეხსიერებაში იჯდა ესა თან მოგიხსენებათ ახლა არაყი უფრო გვიანი გამოგონებაც არის ხო ახლა სადღაც ესეთი პოპულარული გახდა სადღაც შუა საუკუნეებში გვიან შუა საუკუნეებში მე-16 საუკუნიდან თქვა მე-17 ანუ გამოხდილი მაგარი სასმელი ანუ თქვათ იგივე და ღვინო რაღაცნაირად ქრისტიანობასაც ხო შეგვიძლია დაუკავშიროთ კი რა თქმა უნდა რიტუალური დანიშნულებითა კი ბოთ ხო რა თქმა უნდა ეგ ასე ვთქვათ პირველივე ქრისტიანობის დაბადებიდანვე ხო ასე ვთქვათ ეს პური და ღვინო იქცა უმთავრეს სიმბოლოებად ხო და აი ცოტა ასე ვთქვათ ალკოჰოლი ცოტა ეგზისტენციის სულიერ კატეგორიებში რო გადავიდეთ. ახლა ტომას გილმორი წერდა, რახან მეცნიერება ვახსენეთ წეგან, რომ მეცნიერება არა სათანადოდ აღჭურვილი იმისთვის, რომ დაახასიათოს სიმთვრალე რა. რო დაახასიათოს ალკოჰოლი, ანუ ლიტერატურა უკვე უკეთ მოგვითხრობს სიმთვრალეს რაობაზე, ვიდრე ნებისმიერი მეცნიერული კვლევა და მეცნიერი. და რამე კონკრეტული ნაწარმოები ხო არ გახსენდება, თუნდაც კარგია თუ ქართულ სივრცეში, რომელიც ამ თემას ვთქვათ მიმოიხილავს, იმიტომ რომ ეს ძალიან აქტუალურია ჩვენთან ვთქვათ ღვინო მართლა ყოველდღიური მოხმარების საგანია, თუმცა ლიტერატურაში ვთქვათ აბსაბჭყალებში თემა არ არის, როცა უნდა იყოს. ხო, ეგ ძალიან ესეთი თემა არის, ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ქართული ლიტერატურა ისე კარგად ვერ ირეკლავს, ну ჯერ აი ამ თემატიკას რა, ანუ რეალობას. და რეალობა კი ისეთია, საქართველოს ყველა სვამს, განსაკუთრებით წერილები. ერთადერთი წერალი ეს არის, ну ლაშა არის ბუღაძე ალბათ, რომელიც არ სვამს. საერთოდ და დანარჩენ ყველა სვამს. ну ტური არ სვამს კიდე, აღარ სვამს და მაგრამ ტრუპავს საფერავს როგორც ვიცი, ხო და დანარჩენი ყველა სვამს. უბრალოდ ძალიან იშვიათად წერენ ამაზე, ხო? ერთ წამი რეკლამაზე გავალთ და თემას არ მოვწყდეთ, ამ კითხვით დავბრუნდები. რეკლამა. ბრუნდებით რეკლამიდან, ეთერშია გადაცემა ლიტერატურული უწონადობა, ვსაუბრობთ ალკოჰოლზე და ლიტერატურაზე ცოტას. ჩვენი სტუმარია ბატონი მალხას ხარბედია, ლიტერატურას ცოდნე, მწერალი და ღვინის ენთუზიასტი, როგორც საკუთარი თავი დაახასიათა. ძალიან ცუდ ადგილას გავჭერეთ, საუბრობდით იმაზე ღვინის ადგილზე ქართულ ლიტერატურაში. ახლა ხან წავიკითხე იან ბატლინის წიგნი, სადაც ვთქვათ შოტლანდიელი მწერალია და თავის ღვინოს ალკოჰოლს განეხილავს როგორც კულტურულ ფენომენს და ამას უკავშირებს სხვა კულტურულ ფენომენს, რომელიც რადიკალურად განსხვავებულია დაუშვათ ალკოჰოლიკების პროზას არ გავს. იაპი ჯენერეიშენზე საუბრობს და რაღაცნაირად შეერწყავს ამ ორ თემას. აი ძალიან ბევრი იწერება ალკოჰოლზე. ალკოჰოლის გამო ხო იწერება რაღაცები და კიდე იწერება ალკოჰოლზე. საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ როგორც წეგან აღნიშნეთ, ყველა მწერალი ლუთია, თითქმის ლუთი გააჭარბებული ხუმრობ. ანუ ყველანი ვსვავთ საერთოდ, ყველა ქართველი სვავს, ძალიან ცოტა ქართველი არ სვავს. მიუხედავად ამისა, ლიტერატურაში არ მოიძებნება ღვინის ადგილი რა. ხო, არიან ავტორები, რომლებმაც ეს აღწერეს როგორც პრობლემა და ეს დაგვანახეს როგორც არანაკლები სიღრმით და სიმწვავით, ვიდრე დაუშვათ რომელიმე ამერიკელმა მწერალმა, ან თქვათ რუსმა მწერალმა, აი რო ავიღოთ იგივე ვენეჩკა ერაფეევის მოსკოვი პეტუშკი, ხო? რომელიც ნუ ჩემი აზრით აი რაღაც პოემა არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ძალიან ისეთ მნიშვნელოვან პრობლემაზე. და საქართველოშიც არიან ავტორები, თანამედროვე ავტორები, რომლებმაც რაღაცნაირად დასვეს ეს საკითხი ჰქონდათ ამაზე რაღაც წავე შეხებები, თქვათ აი ამ თემასთან თავის ნაწარმოებებში, თქვათ ნუგზარ შატაიძესთან, გიგი სულაკაურს ძალიან გულახდილი და ძალიან წავე და ესეთი გულიანი მოთხრობები აქვს ამ თემაზე.
ვაჟა გიგაშვილი უნდა გავიხსენოთ და ირაკლი სამსონიძის სულ ახალ რომანი, რომელიც აი პირველივე ეს არის რაღაცა წარმოვიდგინოთ მიკროსკოპული პროზა არის, წარმოვიდგინოთ თქვა აი რაღაც 10 გვერდზეა გაშლილი ლოთის დილა, ასე ვთქვათ, ხო? რაღაცა დავარქვა ნაბახუსევის პირველი წუთები. და ლიტერატურამ უნდა გაიაზროს ეს ისევე როგორც კინომ. მაგალითად იგივე შეიძლება ითქვას ნარკომანიაზეც, ხო, როგორც პრობლემაზე, რომელსაც რაღაცა წლების განმავლობაში საქართველოში რაღაც ერთ ადგილზე იყო გაყინული ეს თემა და იღეჭებოდა ძალიან არასწორად და ძალიან ცუდად, მაგრამ თქვათ ბოლო პერიოდში რაღაც გამოჩნდა ერთი ფილმი, თქვათ, სადაც უფრო რაღაცა დასკვნასავით დაიდო რა, შეიძლება ითქვას. ხო და აი ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ლიტერატურაში აი ამ თქვათ ალკოჰოლიზმის როგორც პრობლემის შესახებ. მე ვისურვებდი, რომ უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო ეს სამყარო, აი ლიტერატურული ღვინის და ლიტერატურული ნადიმის სამყარო საქართველოში. ზოგიერთ შემთხვევაში ნადიმს ძალიან პირობითად ხმარობ, იმიტომ რომ ეს ნადიმი არ არის უფრო რაღაცა ავადმყოფური ლტოლვა არის, თქვათ, რაღაცა ის მიმართ. ხო, არა და ყველაზე განებივრებული სასმელია კონკრეტულად ღვინო დაუშვათ მსოფლიო ლიტერატურაში. რა ბიბლიიდან ნოერო ჩამოვიდა კიდობნიდან პირველ ვენახი გააშენა რაღაც ქრისტემ წყალი აქცია უფრო ამაღლებულ სითხეთ ღვინოთ და არც ერთ ალკოჰოლურ სასმელს არ ეპყრობიან როგორც რაღაც ცოცხალ არსებას ხო ლიტერატურაში ხო არა მათ შორის ისეთი კულტურების ლიტერატურებით სადაც აკრძალული იყო ღვინო ხო და რაშია საქმე ეს ასეთი განებივრებული ლიტერატურის მხრიდან პრივილეგირებულ ადგილს იკავებს სხვა ალკოჰოლებთან ალკოჰოლურ სასმელებთან. ღვინო ალბათ ის რომ ღვინო ერთ-ერთი უპირველესი კულტურის ერთ-ერთი უპირველესი და განსაზღვრელი ნიშანი არის და ერთ-ერთი უპირველესი ანუ ის თლაცეთ სითხე კი არ იყო ეს ღვინო თავიდან როგორც ახლა ჩვენ წარმოგვიდგენია რომელსაც ვასხამთ ის უფრო რაღაცა ბლანტი იქნებოდა უფრო რაღაცა ესეთი ფაფასავით რომელსაც ჭამდნენ ალბათ. მართლა. თუნდაც იგივე აი რომის და ძველი საბერძნეთის უფრო რომის პერიოდი რო გავიხსენოთ, იქაც ძალიან ბევრი ღვინო იყო ძალიან სქელი. ანუ ხდებოდა ხოლმე შედედება ამ ღვინოების, თქვათ აი ან ბევრ ამის ურევდნენ ხოლმე კიდე მისთვის კარგად შენახულიყო და ასე შემდეგ. ანუ ეს ძალიან ესეთი თემაა რა, ძალიან დიდხანს მოგიწევს ამაზე თუმცა აი მე მაინც ვფიქრობ, რომ აი დაუშვათ დღეს აღმოაჩინეს ღვინო, ხო? ღვინო. აუცილებლად აკრძალული იქნებოდა რა. მე მგონი ქრისტიანულმა არა, აკრძალული იყო ისედაც სულ იყო ხოლმე აკრძალული. ეს მორალური აკრძალვა უფრო და სახელმწიფო აკრძალავდა. აი დაუშვათ გუშინ აღმოაჩინეს ღვინო, ხო? აი ბევრ მეცნიერს დაუშვათ ალკოჰოლი გაყავს იმის ნარკოტიკების კატეგორიაში და ამბობენ რომ გაცილებით მავნეა, რახან მავნებლობაზე ჩამოვარდა საუბარი, ვიდრე იგივე მარიხუანა, რომელიც აკრძალულია. ხო და აი რამ განაპირობა ესეთი სახელმწიფოს ამგვარი ლოიალური დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ. ჩვენი სახელმწიფოს ამ შემთხვევაში? არა, საერთოდ ზოგადად. უფრო ქრისტიანობის გარდა კიდე სხვა რამე მომენტი იყო? არა, აქ კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო და იმიტომ. ანუ ეს იყო სოფლის მეურნეობის საფუძველი იყო. სოფლის მეურნეობის და ნუ არა მხოლოდ თქვათ რაღაცა კონკრეტული, არამედ ესეთი ზოგადი ამაზე იდგა თუ შეიძლება ასე თქვა სახელმწიფოები. ამაზე იდგა ძველი ბერძნული კულტურა, ამაზე იდგა რომი. აღმოსავლეთში იყო აი სხვა ნარკოტიკები, თუ ღვინოსაც ვიღაც მეცნიერებით ნარკოტიკის კატეგორიაში გავიყვანთ. მაგრამ ერთი ამ ტიპის ნარკოტიკების მიმართ სასტიკი წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა გამოცხადებული თუ ღვინო ისეთი და მე მგონი მაინც ეს ხო კულტურის და რელიგიის ამბავია. ალბათ ხო, რა თქმა უნდა და ტრადიციის რა, იმიტომ რომ იმ ტრადიციაში თქვათ მაგალითად ბევრი არატრადიციული რაღაცა შეიძლება იყოს ჩვენთვის მისაღები. მაგრამ საზოგადოებისთვის დაუშვათ თქვათ კონკრეტულად პიროვნებისთვის შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ საზოგადოებისთვის იყოს მიუღებელი, ხო? არა და სხვა საზოგადოებაში, რომელიმე სხვა საზოგადოებაში შეიძლება სრულიად
სულად ბუნებრივ მოვლენად ითვლებოდეს. ამაზე საუბარი და ახლა უკვე ჩვენ რაღაც ისეთ თემებში გადავიჭრებით. ხო, აი საზოგადოებებზე რახან ჩამოვარდა საუბარი. დაუშვათ რომ დავაპირისპიროთ ლიტერატურული თვალსაზრისით ამერიკული და ევროპული ეს თქვა წერლები და მაგათ დამოკიდებულება ღვინოსთან მახსოვს ჰემინგვეი რო წერდა თავის პარიზულ დღეს გერტრუდა შტაინთან აი ამერიკაში სადილზე რო დაჯდება ადამიანი კი არა და ევროპაში საფრანგეთში ღვინოსმა ნორმაა და ამას იმიტომ ამბობდა რომ ამერიკაში რაღაცნაირად სოციოპატიურად შეიძლება ამერიკელებს აგრძალავაც ჰქონდათ ღვინოზე 30-იან წლებამდე ხომ შრალი კანონი ჰქონდათ ცოტა ამერიკაში ამერიკულ საზოგადოება ეხაც რჩება ძალიან კონსერვატიული მიუხედავად იმისა აი ღვინის კულტს თუ ქრისტიანობას მიუვაბამთ ამერიკა არის პილიგრიმების და პურიტანების პირველი მოსახლეები ეგენი იყვნენ მან ძალიან მნიშვნელოვანი თემა ერთი კიდე საზოგადოება რო ახსენე თავიდან იქ ამერიკელი მწერალი, აი ვისაუბროთ ამერიკელ მწერალზე, თქვა და მის აი როგორც ალკოჰოლიკის სახეზე. ამერიკელი მწერალი ყოველთვის რაღაცა კულტურულ ზეწოლას განიცდიდა, საზოგადოებიდან იმდენად და რამდენად აი კულტურული ზეწოლა ესე რო თქვათ რა. რომ მაგალითად ამერიკელ მწერალს ევალებოდა თუ შეიძლება ასე ითქვას, დაელია კიდევაც და დაეწერა კიდევაც რა. ანუ იმას რაღაცა სხვანაირი ჯანი ახლა საფრანგეთში მაგალითად ევროპაში ისე არ აღიქმება რა ეს დაუშვათ რომ მაგალითად აი ლოც არავინ არ მოთხოვს რა მას რა ქვია რა თავდადებას თქვათ გულახდილობას ნაწერში და ასე შემდეგ რა და ამერიკაში ძალიან საინტერესო აზრი აქვს გამოთქმული ერთ ავტორს რომელიც ამერიკული ესე მწყურვალე მუზა ესე ქვია ამერიკული ლოთობას ეძღვნება ამერიკულ ლიტერატურაში და იქ ამბობს ზუსტად ესეთ რაღაცას რა რომ ამერიკაში ამერიკელი მწერალი ცოტა სხვანაირ ზეწოლას განიცდიდა სხვანაირად იყო დათრგუნული თუ შეიძლება ასე ითქვას ამ კულტურული კიდევ ერთი ავტორი წერს ეგეთ რაღაცას რომ ამერიკელი მწერალიო დაუშვათ აი სიფხიზლისგან გამოწვეული რაღაცა აი მენტალური იმის ჩახშობას ცდილობსო. ხო არის რომ მაგალითად ძალიან ხანგრძლივი მე მართება ხოლმე ეგ რა ვიცი შენ როგორ ახარ ძალიან ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში აი ძალიან ინთება გონება თუ შეიძლება ასე ითქვას და რაღაცა წარმოუდგენლად ანუ ვეღარ ჩერდები უბრალოდ რა შეიძლება განუწყვეტლივ მთელი ღამეები იმუშაო ხო თქვათ რაღაცა და აი ამ დროს დაახლოებით რაღაც ესეთი მოვლენა იყო და ამ დროს აი ამერიკელი მწერალი ამ დროს რა შვება ურტყამს ეგრევე იმას რა ქვია ბურბონს იმიტომ რომ ჯერ ესეთი დაივიწყოს ის რაც დაწერა იმიტომ რომ აღარ დაუბრუნდეს იმიტომ ჩვენ რაღაცას წერთ და ყოველთვის უბრუნდებით იმას ყოველთვის სრულყოფთ ყოველთვის ვცდილობთ რომ რაღაცა გამოვაკლოთ მივუმატოთ ამერიკელი მწერალი ეგრევე თავით ეშვება აი ამ ალკოჰოლში როდესაც დაამთავრა ჰემინგვეი კარგი მაგალითია ხოლმე რა, იმიტომ ჰემინგვეი არის განსახიერება სტილის ადამიანი, რომელიც აი აკუნით აი ესე იგი სიზუსტ 10-იანებში არ ტყამს, ხო? სულ რაღაცა ესე იგი შეიძლება შენი საყვარელი მწერალი არ იყოს, თქვათ ჰემინგვეი, მაგრამ შეუძლებელია არ აღფრთოვანდე მისი სიზუსტით, მისი სტილით, როგორ ზუსტად აკეთებს ამ ყველაფერს და ზუსტად აი ამ რაღაცა დაძაბულობიდან გამოსვლის შემდეგ ალბათ თუ რა ვიცი ჰემინგვეისთან ეგ ცალკე საკვლევია კიდე თემა რაღაცა ესეთ კიდევ სხვა მაგალითები შეიძლება მოვიყვანოთ რეკლამაზე გავიდეთ და ისო ამერიკული ლიტერატურით დაბრუნდეთ ფოლკნერის მაგალითი რეკლამა ბრუნდებით რეკლამიდან შეგახსენებთ ეს გახლავთ გადაცემა ლიტერატურული უწონადობა ვსაუბრობთ ალკოჰოლზე და ვსაუბრობთ მალხას ხარბედიასთან იმედია გასაგებად ვსაუბრობთ გუშინ ემასქენე რა უყურებდი ამ გადაცემისთვის რომ ემზადებოდი და მე-20 საუკუნის ყველა ამერიკელი კლასიკოსი თითქმის აქტიურად სვავდა შეგვიძლია ვთქვათ პირდაპირ რომ ლოთი იყო
ხო და რახან კულტურულ ნორმებზე ვსაუბრობდით, რომ ამერიკაში უფრო ესეთი პურიტანული მორალია ალკოჰოლის მიმართ, შეიძლება განვიხილოთ, რომ ეს ერთგვარი წერლების რევანშია, ხო, ამ კულტურული ნორმის წინააღმდეგ. იმიტომ რომ იქ შეგვიძლია გავიხსენოთ რალფ ვოლდო ემერსონის ესეით, პოეტი, სადაც ამას ეშმაკე ესეულ თრობას უწოდებს და მერე გამოყოფს ცალკე ღვთიურთრობას, რომელიც არის ინსპირაციისგან და რაღაცა შემოქმედისთვის. მაშინ როცა ევროპულ ტრადიციაში არ იყო ესეთი რაღაცა ტაბუ და ჯოისისთვის სასმელზე უარესთმა ცხოვრებაზე პერიოდიც არის თან გავითვალისწინოთ. ნუ მაინც თუმცა მithumetes არ იყო ბრიტანულ ლიტერატურაში მე-19 საუკუნეზე სუსვამენ იმასთან დიკენსთან მეც არაფერს არ აკეთებენ. ხო და რამ გამოიწვია ეს მართლა რევანში იყო ამერიკელი მწერლების 1000 ციტატა შეიძლება გაიხსენო მაგალითად გუშინ წავიკითხე კიდე ჯეკ კერუაკის ესეთი რამე უთქვამს რა მე კათოლიკე ვარო და ჩემთვის თავის მოკლა არ შეიძლება, მაგრამ შემიძლია თავი ღვინოს ჩავიხრჩო. ხო, კერუაკით და ღვინო ცოტა ესეთი თემა არის, კერუაკს უფრო სხვა რამებთან ვაკავშირებ, ხო, სხვა თრობის საშუალებებთან და მაგრამ აი რო იგივე ემერსონის აზრი რო გავაგრძელოთ და გავიხსენოთ ემერსონის თანამედროვე თქვა ასევე ძალიან დიდი ადამიანი და დიდი მწერალი თორო ხო ჰენრი დევიდ თორო იგიც ხა ციტატა არ მახსოვს მაგრამ ისიც რაღაც ზედმეტებში ძალიან ბევრს ლაპარაკობს თორო თუ გახსოვს ზედმეტობებზე ადამიანურ ზედმეტობებზე აი ჩვენ როდესაც რაღაც თვითრგუნავთ თავს აუშვათ რაღაც ზედმეტი ნივთებით ტანსაცმლით და ასე შემდეგ და აი სასმელსაც რაღაცა ესეთ მას ანიჭებდა რა თუმცა იმავე პერიოდში იყო ამერიკული ლიტერატურის დიადი ლოთი თუ შეიძლება ასე ითქვას წმინდა ლოთი თუ შეიძლება ეგრე ვთქვათ ედგარ პო რომელსაც ალკოჰოლიკსაც ვერ უწოდებთ იმიტომ რომ ძალიან მცირე რაოდენობით სასმელს გამოყავდა წყობიდან როგორც ვიცით გადმოცემით ყოფილა შემთხვევები რომ თქვა და ერთ-ორ ჭიქასაც კი შეუძლია თუმცა ამერიკული ლიტერატურა ძალიან განსხვავდება რა თქმა უნდა მაინც აი ამ ალკოჰოლთან დამოკიდებულებაში პოსტუ არ ჩავთვლით თქვა და კიდე ერთი ორატორს იმისგან თქვა აი ასევე იმ პოსტანთან შეგვიძლია ვახსენოთ მელვილიც ხო მაინც განსხვავდება იმდროინდელი ინგლისური ბრიტანული ლიტერატურისგან, სადაც აუარება გაცილებით უფრო მეტი სასმელი ისმება და იღორება და რა ვიცი. და მე-20 საუკუნის ამერიკული ლიტერატურაში ცოტა სხვა იყო, თან აქ დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო სასმელი, ხო, გამოცხადდა მშრალი კანონი და ამანაც თავის დაღი დაასვა. მაგალითად არსებობს ეგეთი მოგონება, შერუდ ანდერსონის მეუღლე იხსენებს, რომ ჩვენო პრინციპულად დავიწყეთ სმაო აი ამ მშრალი კანონის გამოსვლასთან ერთად ავდექით და დავიწყეთ ძალიან სერიოზული სმაო და ნუ წლების განმავლობაში სვამდნენ გაუთავებლად ესე იგი ძალიან ისე არ თვრებოდითო ახლა მაგრამ ეს ალბათონი ამბობს რომ ყოველთვის სვამდით და ყოველთვის ვცდილობდით რომ აი ამ კანონის წინააღმდეგ წავსულიყავით. ასეთი მაგალითი ძალიან კიდე ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება ამან ძალიან წახალისა თუ შეიძლება თქვა ამერიკელ წერლებში ალკოჰოლიზმი კანონთან დამოკიდებულება საერთოდ აი რელიგიასთან, კანონთან და რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, როდესაც ვაუბრობთ აი ამ ალკოჰოლზე როგორც რაღაც თავისუფლების სიმბოლოზე რა. ამერიკაში ესეთ სახე მიიღო. ეხლა მე ერთი წერლის ეს მინდა მოვიყვანო ციტატა, სადაც იგი ამბობს რომ აი ამერიკელი მწერალი რაღაც კულტურულ ზეწოლას განიცდიდაო და სწორედ ამიტომ იქცა ასეთი მნიშვნელოვანიო მისთვის აი ერთი მხრივ ალკოჰოლიზმი და მეორე მხრივ ესეთი ძალიან ესეთი გულახდილი და ესეთი სერიოზული მუშაობა თქვა და ესეთი რაღაცა როგორც ალკოჰოლიზმი და წერა როგორც რაღაც სპორტი ხო რაღაც ესეთი რომელიც ფიტავს და ანგრევს აბსოლუტურად ადამიანს და ძალიან ბევრი ეს უკვე ამერიკის ფარგლებსაც სცილდება რა თქმა უნდა და ძალიან ბევრი
მაგალითი ვიცით, თუნდაც იგივე უელსურ, ბრიტანულ ლიტერატურაში ვთქვათ, დილან ტომასის მაგალითი და ძალიან ბევრი სიცოცხლე, ბევრი ასეთი შემოქმედის სიცოცხლე დამთავრდა თვითმკვლელობით. ან ტრაგიკულად, ძალიან ტრაგიკულად, ზოგის ძალიან ისეთ ასაკში ძალიან ახალგაზრდა დავიდა ძალიან ის არის სპორტი რო ახსენე. აი ჩარლზ ბუკოვსკიზე იყო ერთ-ერთი ხო მაგა ბევრი ბიოგრაფია არის მაგაზე, თავისი ავტობიოგრაფია რო არ ჩავთვალო, მთელი მაგის ლიტერატურა თავისი ავტობიოგრაფია. მაგრამ ერთი მკვლევარი იძახის, რომ ესო პირიქით, ანუ ესო მისი იმიჯის ნაწილი იყო, რა სინამდვილეში მაგდენს არ სვავდა, ჟურნალისტს რო ელოდებოდაო სახშიო. აიღებდაო, ჩაცლიდაო იმ ონკანშიო, სასმელსო და ბოთლებს ძირს დაყრიდაო, რომ ესა გამოჩნდა. ანუ წინაპირობაში ეგეც ერთ-ერთი ლეგენდა არის, ალბათ. ხო, არ ვიცი ხა, მაგრამ ეს სპორტის ფაქტია რომ სვამდა, რა ვიცი. ხო, შეუძლებელია ბევრი მოგონება არსებობს ამაზე, რომ ბუკოვსკი ძალიან მაგრა სვამდა და დაუშვათ ისე როგორც მისი თანამედროვე ჰანტერ ტომპსონი ასეთივე ძალიან ესეთი მსმელი იყო. აი სპორტსმენივით მსმელი იყო რა. ერთიც და მეორეც რაღაც აი განუწყვეტლი ფორმაში იყვნენ, არასდროს არ ვარდებოდნენ ფორმიდან. ხო, ალბათ რაღაც კულტურული წნეხი არის, როცა ყველა შენი კლასიკოსი თითქმის მაგარი მსმელია და შენს გინდა წერა დაიწყო, რაღაც თვისებებს ოიღებ და პირველი რას გადმოიღე. ხო, ყველაზე მარტივი ეგ არის. მასზე მარტივი არაფერი არ არის. ნუ ხა რა თქმა უნდა მარტივი იმ გაგებით რომ შემდეგ შეიძლება ორგანიზმი და ფსიქიკა მოარღვიოს თლიანად, მაგრამ ნუ რა უნდა დალევას, არაფერი, მით უმეტეს სასიამოვნოა ერთ ოჩიკას რო დალევ, შემდეგ თქვათ რაღაც პრობლემებიც იხსნება და რაღაც ეს ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობებდა, იმიტომ რომ წერალი ხო ყველაზე მტკივნეულად, პოეტი ხო ყველაზე მტკივნეულად და ყველაზე ახლოს გრძნობს რაღაცას, ხო, აი რა დავარქვათ, არ ვიცი. იმას რის გამოც აი იმის გამოთქმა სურს იმას, ხო, და შესაბამისად აი მტკივილსაც რაღაცა სხვადასხვა აუტანელ სიმძიმეს გრძნობს. ხო, რაღაცა აი ამ ყოფიერების რაღაცა მართლა მას, ხო, ხო, თან აი გაუსადლისობას, ხო და ამერიკულ ამით ანახშობენ, ხო, რაღაცა ზოგი პირიქით ამაში პოულობს ძალიან მნიშვნელოვან სტიმულს, რომ მოახერხოს, დაიჭიროს რაღაცა რიტმი და მოახერხოს აი ამ ყველაფერზე რეაგირება. ხო და რავი, სოფლიო ლიტერატურაში ბევრი ესეთი მაგალითი ვიცით, ტრაგიკულიც და ასევე ვიცით მაგალითები, როდესაც მოახერხა, შეძლო ადამიანმა. იგივე ჰანტერ ტომპსონი რო ახსენე, რომ 80 გადაცილებული იყო, ხო? კი, მაგრამ მთელი ცხოვრება ფორმაში იყო, მაინც ნარკოტიკებში და ეს არავის არ დაუკლია. ეტყობა რაღაც განსაკუთრებული ის ქონდა, რა ქვია, ორგანიზმი. ბევრი ზოგი წერალი ძალიან მალე გამოიფითა და ძალიან ხო და ეს ძალიან მალე დაინგრა, შეიძლება ასე ითქვას. ორივენაირი მაგალითი გვაქვს რა და ორივენაირი ძალიან საინტერესო. ნამდვილად მაგალითები ლიტერატურული კორესპონდენტი ზაზა კოშკაძე, რომელიც წიგნებს გვირჩევს ხოლმე, ურჩევს ჩვენ მაყურებელს თემასთან დაკავშირებულს და ჩავრთავთ ახლა. გამარჯობა შოთა, მოგესალმები. ალბათ არავისთვის არ არის უცხო ის ფაქტი, რომ ალკოჰოლმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ლიტერატურის ისტორიაში. ძალიან ბევრი მწერალი იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული და ალკოჰოლზე შეყვარებული ზოგადად. მე კონკრეტული წიგნის რეკომენდაციას დღეს არ გავცემ, უბრალოდ შეგახსენებთ რამდენიმე ავტორს, რომელიც ქართულად მოიძიება წიგნის მაღაზიებში, შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე ისეთი მწერლის წიგნები, რომელიც კავშირში იყვნენ ალკოჰოლთან კი არა და ძალიან ახლო კავშირში, მაგალითად ჰემინგუეი, ედგარ ალან პო, ჯეიმს ჯოისი, ფოლკნერი და ასე შემდეგ. ესენი არიან ავტორები, რომლებიც ქართულად არიან თარგმნილი და რომელთა შემოქმედებაც ალკოჰოლის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. არსებობენ ისეთი ავტორებიც, მაგალითად ჰანტერ ტომპსონი, მაგალითად ნორმან მეილერი, რომლებიც ჯერ არ არიან თარგმნილი, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, რომ ისინი
იქნებიან თარგმნილნი ქართულ ენაზე და მასაც წაიკითხავს ქართველი მკითხველი. მე მეტი არაფერი არ შემიძლია ამ თემაზე ვთქვა ამ კონკრეტულ ეტაპზე, იმიტომ რომ ვაპირებ რომ დავლიო და ვცადო რომ იქნებ მეც რამე საინტერესო დავწერო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ასე რომ ამით გამშვიდობები. თუმცა მე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მუშაობის წინააღმდეგი ვარ, რა თქმა უნდა და ყოველთვის ვებრძვი ხოლმე მაგალითად გალაქტიონის მითს. გალაქტიონი სვამდა ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ მითს რო გალაქტიონი თვრალი წერდა და ასე შემდეგ და ნიკო ფიროსმანი თვრალი ხატავდა და ეს ხო საკრალიზაციის ნაწილია ფიგურის. ერთ-ერთი მითია რა, ეხლა როლან ბარტი რომ მიგეშვა ამ თემაზე კარგად დახატავდა ამ თემას. ალბათ მაინც ისაა, რომ შეგვიძლია ხა რაღაცნაირად რომ მოიცალოს კაცმა შეიძლება მაგმითის გაანალიზება და საინტერესო შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ. მე ერთი ვერსია მაქვს, რომ ადამიანი თავშოთ სმახო გონების გათიშვა და ეს როცა მას გააჩნია ავტორის ზოგისმა მართლა გათიშვა არის. როცა ავტორის საკრალიზაცია უნდათ, ეს ხო არის, რომ ავტორს თვითონ კი არ თავის ინტელექტუალური ნაშრომი კი არ არის, ანგელოზი ჩაჩურჩულებს რა. ის მოაზროვნე ადამიანად არ უნდათ თითქოს წარმოიდგინოს ადამიანი და შემოიყვანონ რაღაც უფრო სხვა საკრალური ძალა, რომელიც შთაგონებას აძლევს. და აი ღვინო რო გათიშავს ადამიანს, შეიძლება ეგ მითიც მაქედან გენერირდება, არ ვიცი, მაგრამ კი აი ესეთ გავრცელებული რა თქმა უნდა, მან ჭეშმარიტების მარცვალი არის, იმიტომ რომ ეგრე არის ძალიან უჭირთ ადამიანებს რაღაცა განუმეორებელი და ერთი დაინახონ ერთ კონკრეტულ ადამიანში. ყოველთვის ვიღაცას ადარებენ, ყოველთვის რაღაცას აბრალებენ მის დაუშვათ რაღაც საქციელს ან რაღაც დაუშვათ აი შემოქმედების თქვა ამა თუ იმ ნაწარმოებს და ასე შემდეგ გამოყავთ რაღაცა ბიოგრაფიული იმედან. რა თქმა უნდა, ბიოგრაფიის მოწყვეტით არაფერი არ ძალიან ძნელია ხა. ავტორის სიკვდილზე არ ვსაუბრობ ხა. უბრალოდ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ მართლა ერთ რაღაცას ბრალდება, ყველაფერი თქვა იქ ის ღვინის დამსახურებაა და ის იმის დამსახურება. იმიტომ არის მაგალითად არაერთხელ მომისმენია მე, რომ დაუშვათ, იმიტომ იყო ვიღაცა ძალიან მაგარი მწერალი, რომ ის იყო რა ქვია, კოკაინზე იყო შემჯდარი და თურმე მაგიტომ ყოფილა მაგარი მწერალი. თუმცა კენკიზემ კი აღიარა, რომ სანამ და პრინციპში ესე იყო, სანამ LSD-ს მიღებას დაიჭერდა, ასაკუთრებული შემთხვევა არის, ხა, მაგაზე თვითონ მაგაზე დაწერა მე უკვე რომანი იმან ტომ ვულფმა, ტომას ვულფში არა გვერიოს. შესანიშნავმა ამერიკელმა ჟურნალისტმა და მწერალმა, ეგეც ესე რომელიც თლიანად ეძღვნება მაგ გამოცდილებას, ხო, LSD-ს გამოცდილებას ეძღვნება, ხო, თლიანად. ეგ სხვა შემთხვევა არის, ხა, ეგ არის რა, რაღაცები, რომელიც აი როგორც რაღაცა ექსპერიმენტის ნაწილი ხდება რა, ხა, ბოდლერი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც ასეთივე რაღაცა ექსპერიმენტებს ატარებდა და რაღაც, მაგრამ ნუ ხა ამის ძალიან განზოგადება და ყველაფრის ამაზე გადაბრალება სისულელე იქნებოდა ჩემი აზრით. ხო, ჩემს ძალიან საინტერესოა აი საიდან გენერირდა თვითონ. ალბათ სიზარმაცეც რაღაც კომპონენტი საქართველოში ხო განსაკუთრებით პოპულარულია, ვიღაცა ადამიანი როცა ნიჭიერია, ამ ნიჭის რაღაცაზე გადაბრალება. საქართველოში პირიქით ქმნიან ეგეთ ასეთ ადამიანებს სამწუხაროდ, საზოგადოება ქმნის. ხო, ანუ სიზარმაცე ამბავია, რომ ჩვენ იქ საქართველოს ქართულ საზოგადოებაზე შეგვიძლია იგივე ვთქვათ დაახლოებით ამერიკულ საზოგადოებაზე რო ვთქვით, ანუ ამ ზეწოლაზე. ხო. ანუ საქართველოშიც გარკვეულწილად ადამიანს მოეთხოვება ბოჰემურობაც, მოეთხოვება ისიც რომ კარგ სუფრებიც არ უნდა გამაზოს, ესე ჟარგონზე რო ვთქვათ, უნდა ითამადოს კიდევაც აქეთ იქით, ყველგან უნდა იყოს ერთი სიტყვით, მეორე დღეს ეგრეთ წოდებულ იმაზე, რა ქვია, ნაბახუსევზე, პახმელიაზე გამოსვლას რო ეძახით, იქაც არ უნდა დააკლდეს მეგობრებს, თან კარგი მოთხრობები უნდა წეროს, ან კარგი ლექსები უნდა წეროს და ასე კაი ბიჭი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს, დამრტყმელი უნდა იყოს და ასე შემდეგ. აქაც ხო, და აქაც ძალიან სერიოზული ზეწოლა არის. და ესეც ძალიან ტეხავს და ბზარავს და ფიტავს. ალბათ ისიც არის, რომ აი ერთგვარი თავის მართლებაც არის რა, ხო გაქვს ეს მაგალითი გვერდზე, რომ აი ვიღაცა ძალიან მაგრა წერს სიტყვაზე, ხო? შენ ხარ
მეორე მწერალი. ან თუნდაც მკითხველი, შენ შეიძლება ეს არამის მუშაობას და ინტელექტუალურ ძალისხმევას დააბრალო, რომელსაც წევს, იმიტომ რომ არ გინდა ამას დააბრალო, იმიტომ რომ შენ ამის გაკეთება გეზარება რა. და დააბრალო რაღაცა იმას ცნობიერების გაფართოებას დაუშვათ და რაღაც რეალობის რუბიკონების გადალახვას და ეს ამერიკულ ლიტერატურაში პრინციპში ეს ცნობიერებს ჰაქსლიდან მოყოლებული ის არის კიდევ ერთი მაგალითი ხო იმის ექსპერიმენტის ასე. თუმცა ვერც იმას უარყოფთ, რომ ამ ექსპერიმენტებმა საინტერესო შედეგი გამოიღო. რა თქმა უნდა, ხო. არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ განზოგადება უყვარს ხოლმე ამ ყველაფერს. იგივე რა არის განსხვავება ამერიკელი ლოთიმწერლის და ქართველი ლოთმწერალს შორის, რომ ამერიკელი საკუთარ გასაჭირზე როგორ ტკივა რომ ლოთია და რა ცუდია რომ ლოთია ან როგორი ლოთია ამაზე წერს და ქართველი ამას მალავს ლიტერატურაში სტერილური დავასახელე 2-3 ავტორის გარდა რომელიც ტენდენციას ვამბობ კონკრეტულ ესე იგი ძალიან ისე წავედ დასვა ეგ საკითხი ზოგმა თავიდან გამომდინარე ზოგმა როგორც რაღაც გარემოს პრობლემა ისე დასვა და უბრალოდ ჩვენთან ნამდვილად ეგრე ჩვენთან უბრალოდ არ აღიქმება ეს სმა აღიქმება უფრო რაღაც დარდიმანდული მომენტია ხო ახლა ჩვენ ყოველთვის ტიფლისური ბოჰემა რა ხო თან ხშირ შემთხვევაში თავს იტყუებს ქართველი მწერალი რომ დაუშვათ ეს ყველაფერი ძალიან ჯანსაღია და ეს ყველაფერი ძალიან ესეთია რა ქვია აი რაღაც საოცრად ღვთაებრივი და დიონისური და ასე შემდეგ არა და ხშირ შემთხვევაში ძალიან მწარე და ავადმყოფური მომენტებია ხოლმე ხო ამ მასში აი ამ თქვათ ალკოჰოლიზმში საბჭოთა პერიოდში იქნებოდა ეს თუ შემდეგ პოსტსაბჭოთა საქართველოს ხო ნუ 90-იან წლები რო გავიხსენოთ ეს არ ვიცი ნუ რაღაცა ცალკე სერიოზული კვლევის დაწერა შეიძლება სოროკინი წერს ამაზე რომ რაზეც ვისაუბრეთ იმას ეხსენებს დავში ამერიკელ მწერლებს და ეს მითი არისო რომ ამერიკელი მწერლები იმ დროს ყველაზე მეცვავდნენ და საბჭოეთშიო ყველა ვისაც ოდესმე რაღაცა დაუჯღაპნეო გაცილებით მეცვავდენო ვიდრე უბრალოდ იქ ასე თქვათ იმაში დარჩა ქაღალდზე იმათისმა და ამაცმა დაიმალა. არა თან იქ რაღაცა იქთან მარტოობის ნიშანიც იყო ხო დაუშვათ ამერიკულ ლიტერატურაში რაღაც აქ ღრეობა ხან ხშირ შემთხვევაში ღრეობაში გადაიზრდებოდა ხოლმე უпроსტად კი არ გადაიზრდებოდა ეს იყო რაღაცა საბჭოთა სუფრები ხო რაღაცა რუსული ზასტოლიები და ქართული ნადიმები кейფები სადაც სხვადასხვა რესპუბლიკის წარმომადგენლები ვთქვათ ხო წარმომადგენლები ერთად სვამდნენ ხოლმე ზოგი არ სვამდა ზოგი ძალიან ბევრ სვამდა ზოგი ცოტა სვამდა და ნუ ასე შემდეგ მეტნაკლებად ყველა მაგრა უბერავდა რომ ძალიან ბევრ სვამდნენ ხა მე გადმოცემით ვიცი ჩემი უფროსი მეგობრებისგან უბრალოდ რა რაოდენობით სასმელი ისმებოდა და როგორ ნუ რავი მაგალითად აი 60-იან წლების დასაწყის აი 60-იანელი ქართველი მწერალი წარმოუდგენელი იყო კონიაკისა და ყავის გარეშე, ხო? საასტუმრო თბილისის რესტორანი, ან დაუშვათ რომელიმე სხვა ესეთი საკულტო ადგილი, სადაც შედის ცოცხალი კლასიკოსი, უკვეთავს კონიაკს და ყავას ეს თუ გახსოვს ეს იმაშიც არის რა ქვია გიორგობის თვეში არის სცენა ყავის დასალევად შედიან თავარი გმირი და ეს გოგო და იქ პატარა ბავშვები მოდიან კონიაკის და ისა ყავის დასალევად აი მართლა პატარა ბავშვები არიან რა ერთი ძალიან პატარაა ყოველ შემთხვევაში ანუ მაგდონეზე ეს კარგად ჩემი აზრით ოთარ იოსელიანი თვითონ ძალიან მაგრად არის დაკავშირებული მასთან და აი ესეთი რაღაცა უკ დავყო რა ესეთი თქვა სხვაგან მე კინოში არ მახსოვს რა ხა არის რაღაცა სხვადასხვა ესეთი ყოფითი ფაქტები ქართულ კინემატოგრაფში მაგრამ ეს ძალიან ეს ერთ-ერთი ისეთია რა ესეთი დეტალი არის ძალიან რამდენიმე წამიანი სადაც ჩანს მაშინდელი კულტურული დაუშვათ რაღაც ვექტორი ხო ერთი ხო ნუ თუ გინდა ვექტორი დავაქვათ მე დეტალს ვეძახი თქვა და კიდე სხვა ნუ რავი ძალიან ბევრი
თემა შეიძლება წამოიწიოს, ამას ან დაუშვათ რაღაც ძალიან ბევრი უკუღმართობა, რო ავიღოთ სიტყვაზე შამპანურის და არყის გაზავება, კონიაკის, ჩაკიდულების სხვადასხვა სახის კონიაკის და შამპანურის გაზავება, რუსები ბურიმედვედს ეძახდნენ. მაგალითად, აი ანდრეი ბიტოვს აქ ისე წერს, გეგონება იმაზე ლაპარაკობდეს რა, ჩაკაფულზე კარგი ან რაღაცაზე, რომ ერთ ადგილს ახსენებს რომელიღაცა რესტორანს და იქო ისეთი ბურიმედვედი იღებოდაო, აი თითქოს აი ჩვენ რო ვიტყვით ხოლმე რა, რომ აი რაღაცა წერტილზე რო ამბობთ, რომ აი სადღაცა იქ კარგი ლობიანი, ისა ლობიო აქვს, თან იქ რაღაცა მწვადი კარგი. ეს ზუსტად ეგეთი ის იყო რა, რა უზარმაზარი დიდი რაოდენობებით სმაზე ხო ლაპარაკზე მეტი ხა ყანწები და ოლიმპიადა ხო ფეხსაცმელებიდან სმა ასე შემდეგ. უნდა დავამთავროთ სამწუხაროდ ქრონომეტრაჟი ამოგვეწურა და რა ვიცი დავამშვიდობებ მაყურებელს, შევახსენებ რომ ვიყავით უყურებდით ლიტერატურულ უწონადობას, ვსაუბრობდით ალკოჰოლზე. ჩვენ სტუმარი გახდათ მალხაზ ხარბედია, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და ღვინის ენთუზიასტი. გილოცავთ ყველა დღესასწაულს, აც უკვე ჩავლეს. ბევრი მიზეზი იყო, რომ დაგველია ამ ბოლო დროს. ეს ძველი ახალი წელიც ხო? ყოველთვის ძალიან ძიმია ხოლმე გადასაგორებლად ეს დღეები სხვათა შორის ყველასთვის. კარგით. დიდი მადლობა მაყურებელს, ნახვამდის.